გათენდა ზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმად სამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ბატონებო ოთარ ტატიშვილი ვიცი ახლა ეკრანზე ქვემოთ ეგზიტ პოლები გადის და ყველა ამ ეგზიტ პოლს უყურებს და მეც რო შემომხედოთ ცოტა ზემოთ რომ მოიხედოთ და გადაცემასაც უყუროთ მე ასეთი რამ მოვიგონე შემოდი გენაცვალე დადექი ცოტა გამომწვევად შეგიძლია დადგე? აი ასე ეს გამომწვევად არის? კი ბატონო. აი ასე გადაცემასაც რო უყურონ ჩვენ აი ასე დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ სულ 1 საათია რაც დამთავრდა არჩევნები. ვილოცავ გამარჯვებულს, ვინც არ უნდა იყოს ის გიორგი დათო თუ ნინო. და გმადლობთ და დამარცხებულებს მინდა მივმართო არ ინერვიულოთ მე თქვენთან ვარ ოღონდ თქვენ დაასახელეთ ხვალ ადგილი და საათი მე იქ გავჩდები და ერთად დავამთავროთ ეს კრიმინალური ხელისუფლება დიდი მადლობა მოკლედ მეც ვიყავი არჩევნებზე როგორც კი გამოვედი საარჩევნო უბნიდან უცებ იქ დამესიენეს ეგზიტ პოლების ხალხი რა ვიცი სხვა სახელი აქვს მე მგონი ეგზიტ პოლების ხალხი ქვია კი ეგზიტ პოლების ხალხი ვის მიეცით ხმა ვინ არის თქვენი პრეზიდენტი ანუ გაინტერესებთ ხო მართლა ვის მივეცი ხმა და ვინ არის ჩემი პრეზიდენტი მე ხმა მივეცი სრულყოფილებას მე ხმა მივეცი მშვენიერებას მე ხმა მივეცი უზომბოსი ლამაზეს აი ჩემი პრეზიდენტი აი და იმედი მაქვს რომ ეს მაინც დამნიშნავს ჯანდაცვის მინისტრად მადლობა ისე რეალურად ძალიან რთული გამოსაცნობია თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში მე მაგალითად გამიჭირდება ამის თქმა და გამიჭირდა იმის შემდეგ რაც ეს ვიდეო ვნახე და ახლა კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ რას აპირებდა არჩევნებზე ერთ-ერთი ქართული ოცნების მაისურიანი მამაკაცი გთხოვთ ხმას ვისაცნებთ ზავით ბაგრაძეს ნაციონალური მოძრაობა ნაციონალური მოძრაობიდან არის ეგა ხო არ არის იქიდან ხოსა საწილო იყო რა თქმა უნდა ესეთი მთავარი კომპრომატები საპრეზიდენტო კანდიდატებმა შემოინახეს არჩევნების ბოლო კვირისთვის ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რა კომპრომატი გამოაგდო შალვა ნათელაშვილმა გთხოვთ ქალბატონო ნინო არის სააკაშვილის ბიცოლა თქვენ არ ცდეთ ამ პრობლემას ბატონო ნინო არის სააკაშვილის ბიცოლა ნათესავებია ბიცოლა ბიცაძე არის სააკაშვილის ბიძა ავალ ნიკო წერეთელი ჩემი პროფესორი ცხონებული სამეურნეო სამართალს მიკითხავდა ძალიან ინტელიგენტი კაცი ესე იგი არის სააკაშვილის დიდი ბაბუა როგორც დასავლეთში იძახიან და ბიცაძის პაპა ეს არის ერთი ნათესაური სულიერი ფიზიკური და მაფიოზური კავშირი და მოიწია შენ მინისტრთან ერთად იდექი ესე იგი ხალხო ბატონმა შალვამ კიდევ ბოლომდე არ თქვა ყველაფერი
სინამდვილეში სიმართლე არის ასეთი. ესე იგი, ნინო ბურჯანაძე არის მიშა სააკაშვილის ბიცოლა. დათო ბაქრაძე და გიორგი მარგველაშვილი არიან ძმები. ერთ ოჯახში დაიბადნენ. მაგრამ შემდეგ ორივე გააშვილეს. თან გააშვილეს ერთმანეთის მიმართ ესე სამტრო სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ოჯახებში. რომ ალალ ძმებს ერთმანეთი შეზიზღებოდა ხალხი. ერთის მამიდა იყო ნესტან კირთაძე. მეორეს დიდი ბაბუა იყო ავთანდილ მარგიანი. ნუ იქ დიდი ამბები ხდებოდა. ერთმანეთის მტრებად გაზარდეს ეს ხალხი, მაგრამ 29 სერიაში ისინი გაიგებენ, რომ ერთმანეთის ძმები არიან და ისე შეუყვარდებათ ერთმანეთი, რომ ერთად მართავენ საქართველოს. 29 სერიამდე 19 სერიის დასასრული. არა, მე აღარ უნდა უყურო ამ თურქულ სერიალებს, თორე სულ გავაფრინე და სულ გავუჯდე, არ მინდა ეხლა ეს სილა და ისენი რა ქვია, მაგდა ძალიან გთხოვ. ძალიან დაძაბული კვირა იყო. ძალიან დაძაბული და ასეთი დაძაბულობის ფონზე ნუ თითქმის ყველა ადამიანი რაღაც უცნაურობებს ამბობდა. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ, რას დაგვპირდა ფინანსთა მინისტრი. გთხოვთ. ხოლო 68 მილიონი ლარით გაგრძელდება ეგრეთ წოდებული შეღავათიანი აგროსესხების დაფინანსება. მართალია. არა, ნუ გეცინებათ ხალხო, ეს სერიოზული განცხადება იყო, მართალია. აგროსექსებიც უნდა იყოს. რა თქმა უნდა და ბიზნეს სექსებიც უნდა იყოს, ხალხო. აბა, გავწყდით წელში ამ იპოთეკური სექსებით, ხალხო. როგორ გეკადრე? ძალიან მიმძიმს, მაგრამ შენ თავისუფალი ხარ? ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ხედავთ ყველას ტელემაყურებლებს, როგორც კი ეს გოგო გავიდა და ჰოპ, ჩახარეთ თავი და ეგზიტ პოლები წავიდა. მოკლედ, სანამ ცესკოში ჩვენ მომავალს ითვლიან, ჩვენ გაგიყვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ. ერთი ქართულის აზრზე არ არის, მეორე რუსულის. მაგრამ მაინც გაუგეს ერთმანეთს. რუბრიკის სტუმრები არიან ძალიან უსამართლოდ გამოვარდნილი წყვილი პროექტიდან ცეკვავენ ვარსკვლავები და ვინც მეთანხმებით, რომ უსამართლოდ არის ეს წყვილი გამოვარდნილი, აბა იულია ქავთარაძე, ოტო ფოლადაშვილი, გთხოვთ. მე პრინციპში მერჩივნა, რომ იულა ჩემსკენ დამჯდარიყო და ხო არ გასულით ადგილებს. მობძანეთ იულა, მობძანეთ. მე ნახე უკვე ისწავლა რაღაცა. მაგაზე გაწყენილი. ხო.
Რა მოხდა ეს? Юля, что случилось? Скажи мне, пожалуйста. Не знаю. Не знаю. Шокში. Шокში ვარ. Თქვი? Шокში ვარ. Шокში ვარ. შენ სად ახარ? მე უკვე მე მგონი არა ამქვეყნიური. არა ამქვეყნიური. შოკში აღარ ქვია უკვე ამას სადაც მე ვარ. და თქვენ სად ხართ? ვიტყოდი ახლა ეთერში რო არ ვიყოთ. ხუჩაბაც, ნუ მართლა უბედურება დაგვატყდა თავს. იმიტომ რომ გავარდა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი, ყველაზე რეიტინგული წყვილი, გავარდა я про тебя говорю. Да, ესე იგი, чамоqalibda. Сложилась такая традиция в этом сезоне, что აღარ ვიცი, ერთმა რუსული იცის, მეორემ ქართული და რა ენაზე ვილაპარაკო. Сложилась такая традиция. чамоqalibda ასეთი ტრადიცია. უკვე ამანაც ისწავლა ქართული და მეც რუსული. В этом сезоне, ამ сезонში, что вот выбывшая пара приходит ко мне в гости, ко мне на передачу, ჩემთან გადაცემაში მოდის გავარდნილი წყვილი. მე ამ გადაცემაში ვითხოვ გაორმაგებულ ხელფასს, პროდიუსერებო. მოდის ყველა ჩემთან, ანუ აი ამ თავის იმას, რა ქვია, სიმწარეს და რაც ნახეს ეს სიმწარე, თავის гуლის ტკივილს антхевс, ну все говорят, что вот как было сложно, и все свое горе тут о своем горе говорят, შემდეგ და ხოდა практикულად მე ვარ ახლა შოუ ბიზნესის აქუბარდია. Хорошо, Юля, расскажи сейчас ты. А я расскажу потом, как ты согласилась в четверг быть гостем моей передачи. А ты расскажи о своих чувствах. Შენ გზნობებზე ილაპარაკე მეთქი, чувства რაღაც არ გეგონოს ბიჭო? Без. Чувства? Да. Пока не смешно. Не смешно пока. Да. И все. Ото. Переполняют чувства. Переполняют? Да. Да. Ото. Говорите, пожалуйста. Не верю в то, что произошло. Я тоже не верю. მესამჯერა ხალხო, იმიტომ რომ მესამე ტურში იულია ქავთარაძის და ოტო ფოლადაშვილის გავარდნა, ეს იყო ძალიან დიდი უბედურება შოუსთვის. Для шоу это было горе. ხო, ინგლისურად горе როგორ არის, მაგდა? იმისთვის მინდა რომ გვიყურებს ჩვენ ინგლისურენოვანი მაყურებელი და უნდა მეთქვა რომ for show it was big gore. გავარდნილი წყვილები მოდიან ჩემთან. ხო, ეგრევე, ანუ ეს მესამე შემთხვევაა. სურაბელაშვილი გავარდა. მოვიდა ჩემთან. პეტო გავარდა, ნოდარ გურგენაშვილი მოვიდა ჩემთან, თქვენ გავარდით. ცეკვავენ ვარსკვლავებში ამ შოუში ასეთი წყევლაც კი გაჩნდა, რომ შენ გნახე ტატიშვილთანო. მოვედით ახლა სხვა განწყობით. შენ შექმნია ეს. ხო და. მე რა შევქმნილი, ბიჭო, შენ ვერა ხარცო რა? შენ შექმნი ახლა ჩვენ რა ესეთი მოწყენილები ვართ. მე გაგაგდეთ? შენც. არა, ეცუთი, შენ რატო უკრავ ტაშს? ტაშო, შენ. მე გავაგდე? ბედნიერი ცხრიანი დაუწერე? Как вам не стыдно? Хорошо. Ეხა Юля Марицис каргат картули, то есть Юля хорошо по-русски не говорит, и ты не могла это почитать. Социалურ ქსელებში ბოლო ტურის შესახებ. Что пишут? Тебе не интересно? Очень интересно. Очень интересно. Да. Очень интересно. Извини, я простудился, у меня общее недомогание. Я поэтому не домогаюсь сегодня. ყველაფერი არ წაიგეთო რასაც წერენ. Эцути. Маград гамитყდა Юляс да Отос гагდება. То есть у меня сильно сломалось.
когда Ото и Юля вылетели. Юля Кавтарадзეს რო ხალხი გააგდებს. უკვე მეშინია ის ხალხი პრეზიდენტად ვის აირჩევს. Перевести? Вот мы, говорит, уже сомневаемся, кого выберут президентом те люди, которые не голосовали за Юлию Кавтарадзе. Შენ ცუდად ხარ, შვილო. Цудат хар. Я могу Продолжить? Да. Обязательно. Спасибо, Юлечка. Юля с пластикас аджоба Кузановис пластикурма хирургия. Понятно, да? Юля, я счастлив, что я тебя рассмеял. А ты счастлива? Очень. Спасибо. Ну, что вы меня рассмеяли. Да. Так и дерти. Юля Кицава, Украинаши, а мотос раешвелеба. То есть Юля уедет на Украину, а ему что эшвелеба? С ним что будет? Карги. Ото, вот сейчас вы меня похвалите. Я же хороший цеври, жюри, член суда Джерс. Какой я цеври, жюри? არა შენ ნამდვილად საჭირო ხარ მაგ შოუში. შენ ყველაზე მაგარი, ყველაზე საყვარელი და ყველაზე ობიექტური ჟიურის წევრი ხარ. Вы один из самых любимых жюри для всех участников проекта. Как ты это сексуально сказала. Ну გაწითლდი. Юля, придвинься, пожалуйста. Нет. Ты меня боишься? Да. Ай? Погонебоди, ახალგაზრდა ვარ მეთქი. Вот так. თქვენ არ ითვალისწინებდით ჟიურის რჩევებს ხალხო? გადაუთავნებო? მიხვდა იცის ქართული. Вы даже в мысли не брали, что вам жюри говорило. Потому что, когда говорил Цискоридзе, не понимал Ото. არა, вообще მე იგებს. Цискоридзе, почему? Не, он по-русски говорил, Ото зарисмода. Когда говорила Софо Шеварднадзе по-грузински, ты не понимала. А когда говорит Черткоев, никто не понимает. Абсолютно никто не понимает. ერთ რამეს ვიტყვი მაშინ. ორი თქვი. რადგანაც ჟიურის შეფასებებზე ჩამოვარ. სტუდია ცელა დღესდღეობით და სულ ასე იყო, არის საუკეთესო სტუდია და ანუ ზრდის წამყვან მოცეკვავეებს. მე შეგიკამათები ცოტა ხანში. არა, ეს ტაში სტუდია თელას ეკუთვნის, რა თქმა უნდა. მაგრამ მე და ზუკატოვი შეგეკამათები. კარგი. დიახ. მეც ბავშვობიდან ვიზრდები ისე, რომ ყოველ კატეგორიაში ვარ საქართველოს ჩემპიონი, ვარ მოგებული. დღესდღეობითაც მე და ჯულიანა. როგორც ლათინოამერიკულ ცეკვებში, ასევე ევროპულ ცეკვებში და ასევე ორივეში ერთად 10 ცეკვაში. ვართ საქართველოს ჩემპიონები და საქართველოს სახელი გაგვაქვს საზღვრებს გარეთ. დიახ. მსოფლიოს ჩემპიონი. და ძალიან გთხოვთ. დიახ. მაგალითად, როგორც მე ახლა ბალერონს ვერ შევაფასებ, რომელია საუკეთესო მოცეკვავე და რომელია უფლაი, რომელმა რა ის გადადგა. მე უკვე ვიცი რას ამბობს ეს პრომოში მინდა ეს, ინტრიგა მინდა. დიახ. ჯერ უნდა გავიგოთ ტიტულები და რეიტინგი მისი. ნუ ვერ შევაფასებ ასე თუ ისე და. მოდი ნუ ჩვენ ნუ შეგვაფასებენ ბალერონები ასე თუ ისე რა. საუკეთესოებს და დავდე ინტრიგა გადაცემაში. დავდე ინტრიგა. ბალერონი მე არ ვარ, იმედია. მე არ გულისხმობდი. არა, ეს მაგალითად მოვიყვანე. მაგალითად მოვიყვანე, თორე ვინ არის ჟიურიში ბალეტის მოცეკვავე? არ ვიცი. ვინმე არის? ჩიპიდელი, რაღაცა. ვიდა რეიტინგები. Вин არის ბალეტის? არ ვიცი. Выпей. Это грузинская вода, Юля. Это вода народа, который за тебя не голосовал.
ნუ შეგვაფასებენ, ეს კარგი იყო. ხო ლამაზი გოგო. რა იყო ეს? Ламази კი არა, ламази. Уламазеси гогоа. Он сказал, что ты украсивая. Я знаю, что он сказал. Да, украсивая. Карги. Нана Неберидзе ძალიან ნერვიულობდა. ისე ნერვიულობდა, რომ აი რომელ წყალში გადამხტარიყო არ იცოდა. თან წყალში ხტომა უყვარს მაგას. Вы поздравили ее после... Конечно, о чем вы говорите? რა თქმა უნდა. მიულოცეთ, შენ და ლევანი ეხუტებოდით ერთმანეთს, კი? ლევანი ჩემი ძმაკაცია და ძალიან საწყენი იყო, რომ ორივე ძმაკაცი ერთად მოხვდით აუთსაიდერებში. არა, ნუ რაც მოხდა. ვარდოსანიძე არ არის ჩემი ძმაკაცი. და არასდროს არ ყოფილა. წარმატებებს უსურვებთ მართლა გულით და სულით ვინც დარჩენილი იყო. Карги. Вы знаете, лично есть такой человек, великий боксер, украинец Кличко? Безусловно. Да. Конечно. А вы знаете, что он баллотируется в президенты Украины? Я не отслеживаю политические действия, Ну, я вам скажу. происходящие. Слышала. Вот он Вергаигу Раслапаракопта, когда туда сказали дальше. Слышали? Да. Вот он баллотируется. Да. И я хочу, чтобы вы его попросили, когда вы туда приедете, чтобы он назначил, когда он станет президентом Украины, я не сомневаюсь, что он станет президентом Украины, чтобы вы ему посоветовали, чтобы он меня назначил министром здравоохранения, труда и соцобеспечения Украины. Вы можете это для меня сделать? Я постараюсь. Я понимаю, что вы тут не видите логики. Почему я должен быть министром здравоохранения Украины? Ну, Но почему бы и нет, правильно? Но у меня очень такие железные основания. Если министр здравоохранения Грузии Сергеенко почему Татишвили не может быть министром здравоохранения Безусловно. Украины? Это железный аргумент. Да? Так и скажем. Так и скажем. Отлично. То есть я буду министром здравоохранения. Вы гражданка Украины? Гражданка. Да. То есть от меня будет зависеть ваша пенсия. Хорошо. Теперь вы мне скажите, უკვე გამოვარდით თქვენ და ეს ძალიან ცუდია, ძალიან ცუდია. მე მართლა ახლა ხუმრობ, ვიცინი, ეს მისი არ იყოს გუში ვნახე იცინოდა. Я сейчас смеюсь, шучу, но на самом деле я очень переживаю. И в тот день я тоже очень был удручен. Удрученებული ვიყავი, გუჯა. Я был удручен, на самом деле, это очень Хорошо, плохо. что не озабочен. Придвиньтесь. Ребята, вот вы мне скажите, вот за кого вы болеете? Мы болеем абсолютно за всех наших друзей, коллег, участников проекта, которые остались. Юля, это Да. ответ для... вот была такая передача «Время». Я не знаю, ты молодая, а ты... Да, я не знаю ты этой не знаешь, передачи. Ты Нет. не знаешь такой передачи. А мы, к сожалению, вот мы с Залетовым знаем эту передачу. А сейчас честно скажи мне, за кого вы болеете? Ვის გულშემატკივრობ, ბიჭო, რას ვიყურებ? სიმართლე რო გითხრა, ყველას ვის დარჩა უკვე. იმიტომ რომ მე კიდევ ერთი მაგალითი რომ რუსული არ იცის. იმიტომ რომ იგივე თქვა იულამ. ვის გულშემატკივრობ? როგორ შეიძლება ყველას უგულშემატკივრობ? ყველას უგულშემატკივრობ. ნუ განსაკუთრებით თელას მოცეკვავებს ალბათ. თელას მოცეკვავებს გუგა გუზარებს. იმიტომ რომ უფრო ახლოს ვართ ალბათ, უფრო მეგობრობ და უფრო
ყოველ საღამო ერთად ვარჯიშობდით ისედაც ხოლმე და უფრო დაახლოებულები ვართ რა. მე ვერ წარმოვიდგენია ხა. მე გეუბნებით, Юля, я не могу представить себе вот четверг, который настанет обязательно, и когда вы не будете танцевать. Маршала ვერ წარმოვიდგენია. Может, вы постараетесь что-то сделать? Как-то удручите себя, и что-то с этого получится? Или озабочьте себя. Я не знаю. Или озабочьте. Ну, არ ვიცი, როგორ მოხდა ეს მე ძალიან გული მტკივა და ვიცი, რომ აი გუჯას აღარ ამახ ლაპარაკი ხმას არიღებს. Поладашвили, он великий человек. Я сейчас постараюсь перевести его фамилию на русский язык. Поладашвили это Сталин. От слова полады, сталь. Ты представляла себе когда-нибудь, что с Сталином будешь танцевать? Никогда. Хорошо. Еще Кузи – это горб. Кузанов, получается, Горбачев. А Кипшидзе – это Брежнев. Потому что на старогрузинском Кипш – это Брежнев. Вот так переводится. Кипш – это Брежнев. Брежнев. Ну, я не буду говорить дальше. А ты знала, что в Тбилиси существует Кавторадзис Базруба? Кавторадзе, да? Базруба это что? Базруба – это ярмарка. Ярмарка. Не, ярмарка аретхмис имас, касо, су ისენი იყიდება უნიტაზები. Толкучка, Базруба. Нет. Кавторадзис Базруба есть у нас. Рატო არ წაიყვანე ბიჭო არც ერთხელ. ენახა გოგოს თავის სახელობის Базруба. Что вы хотите? Честно, Чтобы он меня повел на Базрубу? Да. Чтобы вы видели Кавторадзис Базруба. ეხლა რა უყურებ? გონია რომ ეხლა ის უნდა წაიყვანო იქ და ანახო ეგ? ეს უნდა წაიყვანო აი კრისტიან დიორში და იქ და სადაც წაიყვანე ხო რას ამბობ? გამომიშვეს უკან. არა, ძალიან გული მტკივა. Ძალიან. Кстати, в Тбилиси есть Кавторадзис Базруба, а в Киеве есть Поладашвили спуск. Спуск. Имени Поладашвили. Спуск ходит რა არის ბიჭო? აბა რა არის? დაღმართი. შენ გონია თუ არ ვიცი. კარგია, არ გავიგზელო. კიევში დაღმართი მეტია თუ აღმართი? Ровно. Ровно там все, спуск. Спуск, მე მეგონა შენ რა გეგონა, იცი რომ ეს რაკეტა რომ მიდის იმაში. 4, 3, 2, 1, спуск. Очень странно смеются вот эти басисты. Я, кстати, много басистов поменял. Сегодня станцуем что-нибудь. Если хотите. Мы хотим. Танцуем. Мы хотим. Вот. Ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცა ნაცეკვი, ცეკვა რაღაცა ექსპრომტად ნებისმიერი რითმი გითხარი, დაუშვათ იქ სამბა გვინდა, quick step-ი არის ის გუფი. Вальсы гвинда, рагаца, ვიცეკოთ, რომ чтобы как-то вот это сгладить это все. И чтобы еще раз понял народ, какую большую ошибку он допустил после того, как меня выгнали. Что станцуем сегодня? Разгинда. Юля. Что хотите? Вы выбираете. Фокстрот. Фокстрот.
Значит, первый раз мне стыдно было, когда я станцевал ча-ча-ча. Второй раз мне стыдно было... Это не хочу вспоминать. И третий раз мне стыдно было, когда я вам в четверг не поставил 10. Вот мне очень стыдно. Я не утверждаю, что эта 10 бы вас спасла, но мне очень стыдно. Я вас очень люблю. Мы вас тоже. Юля Каутарадзе, Ото Поладашвили. Დიდი მადლობა. ახლა ღამის შოუში ტელეპრემიერის დროა და მე მინდა მოვიწვიო თაკო მელიქიშვილი, გთხოვთ? შემდეგი სეზონის მონაწილეც უკვე გამოიკვეთა თაკო მელიქიშვილი. მოკლედ თაკო. მადლობა. მადლობა. რისთვის? აი რომ მოვედი. კი, რატომ მოხვედი შვილო ეხლა? რატომ მოვედი? იმიტომ რომ მომენატრე. ხე კიდე რა ხდება? ყავს ჩემი ბენდი. ბენდი ყავს? კი. ლექსი. მუშაობთ ანუ ახალ რეპერტუარზე. ეს რეპერტუარი იქნება ანუ მრავალფეროვანი, თუმცა მაგარი ისტორია ხალხმა დაგინახოს. აქედან მხარეს? აქედაც. კარგად ჩანვარ? კარგად, არაჩვეულებრივად, მერე? გავაგრძელო? გააგრძელე. ხო და ნუ რიგით პირველი სიმღერა არის ქალაქური, იქიდან გამომდინარე რომ რადიოში მუშაობ, არ დაიდარდოში. შენ რადიოში მუშაობ, ხო? არ დაიდარდოში, კი ბატონო, არ დაიდარდო ჩვენი მეგობარია სხვათა შორის. ჩვენი მეგობარი რადიოა და აქ აპლოდისმენტები კარგი იქნებოდა. მადლობა და შემდეგ ხო და რიგით პირველი სიმღერა არის ქალაქური, მაგრამ ისი ანუ ბენდთან ერთად ვაპირებ რომ მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამაზე ვიმუშაო. ანუ მარტო აღარ ვარ. მარტო აღარ. ბიჭებთან ერთად. ბიჭებთან ერთად ხარ. ძალიან კარგი. და დღეს არის პრემიერა, ანუ ძველი სიმღერის, როგორც მე ვიცი. ეს არის ძველი სიმღერა. ყველასათვის ნაცნობ ქართულ კინოფილმში ჟღერს ჩრდილი გზაზე. და ეს არის სიმღერა ბეჭედი. ბეჭედი. და თქვენ გაქვთ ესე იგი, ბასანოვსკები ხომ აწკეს, კოლექცია ხო შემაგროვე. ეხლა ბეჭდები მინდა. ეხლა ბეჭდები გინდა. ბეჭდებს ვითხოვ. ანუ გია სურამელაშვილის გზაზე მიდიხარ. კარგი. ესე იგი, ეს არის ძველი სიმღერის ახლებური ვარიანტი, ინტერპრეტაცია. ხო, ეს ბეჭედი მოგეწონა, ხო? გია მაჩუკა. ესე იგი, თაკო მელიქიშვილი და ჯგუფი ბლექსი ბეჭედი.
ბეჭედი მისია თუ სხვისი ხარ გულში რატომ მისი ახლა ღამის შოუში დადგა სიმღერის ტელეპრემიერის დრო და მე მინდა მოვიწვიო ძალიან პოპულარული ჯგუფი ბანი. გთხოვთ. აი დღევანდელ სიმღერაზე თუ შეიძლება რომ მითხრათ 2-20 სიტყვით რა ხდება, რა სიმღერა ეს? გთხოვთ. ამ სიმღერის ინიციატივა დიდი ხანი ქონდათ ბიჭებს რაღაც ჩაეწერათ, ეს მუსიკა არსებობს დიდი ხნის არის, საკმაოდ ესეთი ფოლკლორული არის და ინგუშურია. ინგუშური თემა. ინგუშური თემა არის და ბიჭებსაც უნდათ რომ ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც თავისებურად გაეკეთებინათ. შემდეგ ჩემი ადამიანი გარმონი ბესომეტრეველი. ადამიანი გარმონი. კარგი სიტყვა, ადამიანი გარმონი. ნუ ტექსტის დაწერა მთხოვა, ვეცადე რომ დამეწერა ისე რომ ყველას სიამოვნება, ყველასთვის მისიამოვნებინა ერთ სიტყვით. აქ ინგუშებიც არის ჩაქსოვილი, ქისტებიც და უშუალოდ სრულიად კავკასი. ამიტომ სიმღერას დაერქვა კავკასიური ბალადა და ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. და კარგი, ერთი სიტყვით ისიც ვთქვათ, რომ თქვენ მალე თქვენი ალბომი გამოვა, ხო? მოკლე ხანში გამოვა. ხო. და წარმოადგენთ ხალხის სცენაში, ჩვენი ერის სცენაში. ეს სიმღერა შევა იმ ალბომში? კი, აუცილებლად. შევა, აუცილებლად. ჩვენ უკრავთ ახლად გახსნილ რესტორანში როიალ პალასში. ეს არის აღმაშენებლის ხეივანზე, ყოველ საღამოს. კი ბატონო, ის რეკლამისთვის 500 ლარი დამიტოვეთ, ხო? კარგი. ძალიან კარგი. ოფილი ტრომბახერი. აი ასე ვაკეთებ მე ფულს. მოკლედ, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის ჩვენ გვერდში ხართ და ახლა დაგითმობთ სცენას. ჯგუფი ბანი. ჩეჩნეთის გამას ლაჟვარდე გამზე მარაო მაშალა თითქოს ვორიდა მაშალა თითქოს ვორიდა ამღერებულა მუშკი მოშკები მასზე უგნება ცირცველი თითქოს ვორიდა ცირცველი თითქოს ვორიდა 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 ული მომპარა ქისტის ასუპა სული ციგისკენ აფენა თითქოს ვორიდა აფენა თითქოს ვორიდა Florida,
დიდი მადლობა. ღამის შოუში კვლავ სიმღერის ტელეპრემიერის დროა და მე მინდა სტუდიაში მოვიწვიო ჩემი მეგობარი უპოპულარულესი სიმღერალი გიორგი წერეთელი გთხოვთ. მითხარი ახლა რა ხდება? ახალი სიმღერა გაქვს. ახალი სიმღერა. რომელსაც ქვია მონადირე. მონადირე. ეხლა მითხარი, ეს მე ვიცი რომ რაღაც ძველ მოტივებზე აგებულია. ეს სხვათა შორის ახალი სიმღერა, როგორც ესეთი არ არის, ეს არის ძველი ბაიათიდან აღებული ეს ლამაზი თემა. ეხლა როდესაც ისრაელში ვიყავი, მოვისმინე ეს სიმღერა ჩვენი ქართველი მაცხოვრებლებისგან. ჩვენი უსაყვარლესი ქართველი ებრაელებისგან მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიკითხოთ ყველა. და დიდი მოკითხვა გადმოგცა კაკული. კაკული, ჩემი მეგობარი, ჩემი ძმა, როგორ არის? ჩვენი, კარგად არის, ყველა კარგად არის. და როდესაც მოვისმინე, მე ძალიან მომეწონა. მომეწონა და რო ჩამოვედი, ვიმღერე. კარგია. ვიმღერე, სხვებსაც მოეწონათ და მითხრეს. სხვებსაც რომ მოეწონათ, მე აქ ხო, წადი ოთარისთან და მეთქი ალბათ ოთარისაც მოეწონება და აგერ მოვედი და უნდა ვიმღერო, ხო? კარგი, სანამ ამ სიმღერას იმღერებ. 2 ციკლით, მე ვიცი რომ გეგმაში კიდე რაღაცეები რომ შენ და დათომ ჩაწერეთ, ვაპირებთ ჩაწერას, ხო? გეგმაში საერთოდ ჩემი შემდეგი ალბომი არის გიორგი წერეთელი და მისი მეგობრები. ანუ შემდეგ ჩემ ალბომში იქნება სიმღერები ცნობილ მომღერლებთან, მერლინ მენსონი ჩამოვა? აუცილებლად მერლინ მენსონი იქნება და სანამ მერლინ მენსონი ჩამოვა, ბატონ დავით როსტომაშვილთან ვაპირებთ კარგი ანუ ვიწყებ დავით როსტომაშვილი, მერლინ მენსონიც იქნება და თუ მერლინი იქნება, მაშინ გიაც იქნება სურამელაში. აუცილებლად, კაცო. ეგ შეიძლება ტრიოში, ხო, ზუსტად კარგად ნაწილდება ხმები. პირველი იქნება გია სურამელაშვილი, რა თქმა უნდა. მეორე ბენსონი და მესამე ვიქნებ მე, ბანსიმერე. კარგი, მოკლედ, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის ჩვენთან ხარ და აი ამ ტელეპრემიერისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე დაგითმობ ახლა შენ სცენას. გიორგი წერეთელი. ნუმესრი უთოფოთაც დაჭრილი ვარ მონადირე თობს ნუმესრი უთოფოთაც დაჭრილი ვარ მონადირე რაღაც ჩემზე ინადირე მონადირე წადის ხვაზე ინადირე ტირის გული ოხრაკული შენი დრფობით დადანჯული ტირის გული ოხრაკული შენი დრფობით ლამაზო დადანჯული წადი გამესალე რაღაც ჩემთვის მოიცალე წადი გამესალე რაღაც ჩემთვის მოიცალე moicale